ვინც რაც არ უნდა თქვას, BBC მეტად რესპექტაბელური, მეტად აკადემიური, მეტად კვალიფიციური, პროფესიონალური მედია საშუალებაა. რაც არ უნდა თქვა, ან მსოფლიოს გარშემო ცალკეულმა პირებმა და რაც არ უნდა თქვას, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა, BBC არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მედია საშუალება მსოფლიოში. ხოდა BBC-ს თანახმად მათმა სამსახურმა, ანუ BBC-ს სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და BBC-ს აქვს ეს სტანდარტი, ეს მიდგომა და სტანდარტი, რომ მას შეუძლია ისე რომ არც გაამხილოს საკუთარი წყაროები, ისაუბროს მეტად კვალიფიციურ და კომპეტენტურ და სანდო წყაროებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება უწოდებს კამიტეს. ეხლა ეს რა არის ეს კამიტე? თუ გნებავთ გავშიფროთ, თუ გნებავთ კი არა გავშიფროთ, BBC აქვეყნებს სტატიას, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ანტისახელისუფლო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა სტატიაში. მოყვანილია პროტესტის მონაწილეების კომენტარები, რომლებიც პროევროპული აქციების დარბევისას, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანით დარბევის შემდეგ სხვადასხვა სიმპტომებზე მიუთითებდნენ ქოშინზე, ხველაზე, გულისრევაზე, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის უბრალო ამბავი და ცდება საქართველოს და გასაკვირველია საერთაშორისოდ რეზონანსული ამბავია. ამავე სტატიაში ნახსენებია, რომ წყლის ჭავლში სავარაუდოდ გამოყენებული იყო ტრიკლორეთილენი, რომელიც საბჭოთა რუსული ჩერემუხას ოჯახის წრეებსადენ საშუალებებში და ვარშავის პაქტის რამდენიმე ქვეყანაში 73-80-იან 2000-იან წლებში გამოიყენებოდა. რაც შეეხება მეორე ესე იგი ციანიდს, ბრომობენზილციანის, ის საერთოდ აკრძალული ქიმიური იარაღია. ახლა თუ დავუკვირდებით და ვიტყვით, უნდა ვიცოდეთ, რომ ქიმიური იარაღს იყენებდნენ პირველ ყოვლისა, ასე უნდა ვთქვათ, წარსულ დროში, რასაკვირველია დიქტატორები. მე მინდა გითხრათ, ავსერჩოთ და ვკითხოთ, ხო? უგნებავთ ეს ისტორიაშიც ქიმიური იარაღის გამოყენება. ყველაზე ცნობილი მაგალითები არის გენოციდი ერაყში 1988 წელს ქურთული მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა მასობრივი ქიმიური იარაღი სარინი მდოგვის გაზი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და დადასტურებული შემთხვევაა. ბაშარ ალ-ასადმა გამოიყენა 2011, 13, 17 და 18 წლებში საერთაშორისო გამოძიებებმა, სხვათა შორის BBC-ს გამოძიებაც იყო ამაზე, დაადგინა, რომ სირიის მთავრობის ძალებმა გამოიყენეს სარინი, ანუ ისაც გამოიყენა მანამდე ჰუსეინმა და ქლორი ისეთ ადგილებში, როგორიცაა ესე იგი რამდენიმე რეგიონი, მოდი ასე ვიტყვი სირიისა, რომ აღარ დაგღალოთ ტოპონიმიკით და ასევე იაპონიაში იყო გამოყენებული ოღონდ მეორე მსოფლიო ომის დროს და ასევე იაპონიაში იყო გამოყენებული ჩვენს დროებაში, მეთქი ასე ვიტყვი, გაახლევით კი არა ზუსტად 30 წლის წინ. მუსოლინი რომ იყენებდა ფაქტია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რას ადასტურებს ეს? მოდი ვიყოთ გულახდილები და ვიყოთ მკაცრები, არა მხოლოდ გულახდილები. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხადია ბიზინა ივანიშვილის ხელდასმით ნებართვით, იმიტომ რომ ასე არ არის, რომ რომელიმე ერთ გარყოფილების ხელმძღვანელს, მინისტრის მოადგილეს, მინისტრს, თუნდაც პრემიერ-მინისტრს მიიღო ესოდენ მძიმე და ესოდენ სერიოზული გადაწყვეტილება. ცხადია ბიზინა ივანიშვილმა ასე ჩაშლილად არ იცოდა ქიმიური ნივთიერების შემადგენლობა, მაღალი ალბათობით არ იცოდა მეთქი, თუმცა არ იცოდა იმიტომ, რომ უბრალოდ მან არ იცის ეს მენდელეევის პერიოდული სისტემა და არც აინტერესებს ეს მენდელეევის პერიოდული სისტემა, თუ რა შუაშია და შუაშია რასაკვირველია და ბიზინა ივანიშვილმა დაახლოებით შემდეგი ბრძანება გასცა: დაშალეთ ყველა თქვენს ხელთ არსებული იარაღის გამოყენებით და ეს იარაღი შეიძლება ყოფილიყო დათვის ტყვია ერთ შემთხვევაში, მაგრამ დათვის ტყვიას რას მიქვია, დათვის ტყვიას ვინჩივის, ასე ვიტყვი, ეს ყოფილა თურმე ეს ესოდენ მძიმე ქიმიური ნივთიერება, მათ შორის ეს
ბრომენზილი ციანიდი, რომელიც საერთოდ აკრძალულია მსოფლიოში. აქვე გაგახსენებთ, რომ აი ისევ რო დაეკითხო კომპეტენტურ წყაროებს, ესე იგი, ამას უნდა მოხდეს, ამას შეიძლება მოხდეს დიპლომატიური ქმედებები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მე კიდევ ვიტყვი ამასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვას. დიპლომატიური ქმედებები, რასაკვირველია, მკაცრი გაფრთხილებები, საერთაშორისო გამოძიება, სანქციები ამის ნიადაგზე, ესე იგი, და საკითხი შეიძლება გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზეც კი გავიდეს, თუ ეს ყველაფერი ამ ყველაფრის მსვლელობა მიეცემა პოლიტიკოსთა ბარემი ვიტყვი პოლიტიკოსთა ვალია პოლიტიკოსების რომლებიც ჩადიან შეერთებულ შტატებში ჩადიან საქმიანი შეხვედრები აქვთ ევროკავშირში რომ უმაღლეს კვლავ ვიმეორებ უმაღლეს პირებამდე მიიტანონ ეს ინფორმაცია და მივიდნენ მიაღწიონ და გააცნონ პირველ ყოვლისა არა მათი მოსაზრება არის ერთი მაგრამ უხეშად ვლაპარაკობ მობილურში გავხსნან ეს მასალა BBC-ში და აჩვენონ თავიდან ბოლომდე გააცნონ ბევრ ძალიან მნიშვნელოვან პირს გადაწყვეტილებებს მიმღებებს ეს მასალა BBC-ში და მოითხოვონ დამატებით ევროკავშირის გამოძიება, იმიტომ რომ BBC-ის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას ოფიციალური მსვლელობა უნდა მიეცეს, რომ ვიცოდეთ, მაინც აქვე გეტყვით, რომ კვლავ ვიმეორებ, ეს არ არის უბრალო ამბავი, მე გითხარით რა არის რა მსვლელობა შეიძლება მოხდეს ამას არსებობს ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია OPCW ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია რომელიც გაეროს ქვემდებარეა და რომელსაც საქართველოსაა მიერთებული აქედან გამომდინარე საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება მიერთებული არის და ვალდებულია რომ ყველაფერი ყველა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით როგორ რა ნივთიერებებით დაარბია დაშალა მან დემონსტრაციები გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში და მიმდინარე წლის იანვარში გაუხსნას შესაბამის კომისიას თუ ეს კომისია იქნება მოვლენილი საქართველოში და დაიწყებს BBC-ის ინფორმაცია და სტატია ცხადია კვალიფიციურია მაგრამ ოფიციალურად დაიწყებს გამოძიებას მათ შორის სირიაში ასადის მიერ ხალხის მასობრივ მოწამვლას იზიებს ეს ორგანიზაცია პუტინის მიერ სკრიპალების მოწამვლას იცით რომ პუტინის იყენებდა ეგრა მაგის პასუხია სიანიც და კიდევ სხვა მომწავლავ ნივთიერებებს ჟურნალისტური გამოძიება რაც არ უნდა ავტორიტეტული იყოს წყარო რა თქმა უნდა საკმარისი არ არის საბოლოო დასკვნისთვის მაგრამ სრულიად საკმარისია ამ ორგანიზაციის მიერ და საერთოდ გაეროს მიერ ამგვარი გამოძიების ჩასატარებლად. ახლა თუ რწმენაზე წავალთ. ხო, ცხადია, ბარემ ვიტყვი რომ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი აღადავდა, თუმცა იუმორთან წყრალად არიან ისინი. მაგრამ მაინც ასე მაგალითად ვინმე ბანდიტი მაჭარაშვილი, რომელიც სახსენებელიც არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ დღის განმავლობაში უფრო სერიოზული ბანდიტები პაპუაშვილი, კობახიძე და სხვები უფრო მსუხე და უფრო სერიოზულ განცხადებებსაც გააკეთებენ და რასაკვირველია გაემიჯნებიან, რასაკვირველია დაგმობენ BBC-ს და ასე მაგალითად BBC შეიძლება საერთოდაც Deep State-ის მედია საშუალებადაც კი მოიხსენიონ, მაგრამ ეს ყველაფერი დაივიწყეთ, ანუ თქვან რომ ეს ყველაფერი არის fake news-ი და BBC კი მოდიშებთ დაადანაშაულონ fake BBC და იმეცენდობიან პოზიტივი არის მედია საშუალება საუკეთესო და BBC დაადანაშაულონ fake news-ის გავრცელებაში რაც რასაკვირველია სასაცილოდაც არ უნდა გვიყოს მაგრამ ამავდროულად კარგად უნდა გავიგოთ რომ ჩვენ გვმართებს ამ ყველაფრის სერიოზული კაპიტალიზება თუ მართებულად ვიქნებით და კაპიტალიზება არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან ანუ ჩვენ უნდა გავიდეთ ასე მაგალითად რუსთაველის გამზირზე დღესაც მე ვიქნები რუსთაველის გამზირზე ბევრი ჩვენგანი იქნება რასაკვირველია და ამასაც გავაპროტესტებთ და ამაზეც ვილაპარაკებთ და ამასაც შევეწინააღმდეგებით და ამასაც დავგმობთ და საქართველოს ხელისუფლებას ამასთან დე ფაქტო ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებითაც გავაკრიტიკებთ და სწორი სიტყვა გავატარებთ საცერში მაგრამ ამავდროულად ეს ყველაფერი ამის კაპიტალიზება უნდა მოხდეს საერთაშორისო ტრიბუნაზე და ტრიბუნიდან ან საერთაშორისო ასპარეზიდან ასე ვიტყვი კერძოდ ჩვენ უნდა სერიოზულად პოლიტიკოსებს გულისხმობ პირველ ყოვლისა დავიწყოთ მტკიცება რომ ამ რეჟიმსა და ასადის რეჟიმს ამ რეჟიმსა და ხუსეინის რეჟიმს შორის პრაქტიკულად ზღვარი წაშლილია. დიახ, იმიტომ კი არა რომ ის
უფრო მასშტაბური არ იყო. ცხადია, უფრო მასშტაბური სიბოროტე იყო ხუსეინის ბოროტება იყო ხუსეინის რეჟიმი ან ასადის რეჟიმი, რომელმაც 4-ჯერ 5-ჯერ გამოიყენა ქიმიური იარაღი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და ასობით ათასი ადამიანი დაიხოცა. ამგვარი ქიმიური ნივთიერების გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მადასტურებელია, რომ ესენი არღვევენ კონვენციებს და ესენი მიდიან კაცობრიობის წინაშე დანაშაულზეც კიდე. კაცობრიობის წინაშე დანაშაულად შეიძლება გადაკვალიფიცირდეს ეს საჭიროების შემთხვევაში სწორედაც რომ ჰააგის სასამართლოში, ჰააგის სისხლის საბართლის დანაშაულში და ოღონდ ამ ყველაფერს უნდა მიეცეს სათანადო მსვლელობა კვალიფიციური იურისტების გამოყენებით და მათი რესურსის გამოყენებით. და სათანადო მუშაობის შემდეგ არა მალე, არა ერთ თვეში ან ორ თვეში, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამასაც კი შეიძლება მივაღწიოთ და რაც თავარია, შეიძლება მივაღწიოთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ცალკეული ევროპული და რაც უმთავრესია ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას, თუ მივაწვით ინფორმაციას და სათანადოდ ავუხსნით, რომ ეს რეჟიმი არის კაცობრიობის წინაშე ქართული ხალხის, მაგრამ კაცობრიობის წინაშე, ადამიანების წინაშე დამნაშავე რეჟიმი, რომელიც არაფრით განსხვავდება, მეთქი მასშტაბში განსხვავდება უბრალოდ ასადის რეჟიმისაგან და რამე რომ იყოს იგივე დანაშაულს სხვა შემთხვევაში გაიმეორებს ისევ და ისევ ქართული ხალხის წინააღმდეგ. ეს არის გენოციდზე, ნელ სიკვდილზე თუნდაც, მაგრამ ნელი სიკვდილზე წამსვლელი ჩვენს ნელ სიკვდილზე წამსვლელი, ჩვენი ნელი სიკვდილის გამომწვევი, ჩვენი ნელი სიკვდილისთვის ხელშემწყობი ბანდიტური კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ყველაფერზე წავა, რომელიც არაფრით განსხვავდება, ახლა მე ასადი ვახსენე, მაგრამ არაფრით განსხვავდება მაგალითად როდიონოვისაგან ან ლებედი და როდიონოვისაგან, რომლებმაც თავის მხრივ ამ 36 წლის წინ, 26-27 წლის წინ საქართველოში გამოიყენეს სწორედაც რომ ხსენებული ჩემს მიერ ჩეიომუხა, დაწამლეს ადამიანები, რამაც უკვე წლების შემდეგ გამოიწვია უზარმაზარი პრობლემები ცალკეულ იმ მომქალაქეებში, რომლებიც 8-9 აპრილის ღამეს იყვნენ რუსთაველის გამზირზე და რომლებიც აპროტესტებდნენ ბიძინა ივანიშვილის კონცეპტუალურ მშობლებს, ესე ვიტყვი, პოლიტიკურ მშობლებს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ცხოველის მშობელ ცხოველებს, საბჭოთა რეჟიმს და საბჭოთა დიქტატურას აპროტესტებდნენ მაშინ მოქალაქეები. ბიძინა ივანიშვილსა და კონცეპტუალურად ბიძინა ივანიშვილსა და სადამ ხუსეინს, ბიძინა ივანიშვილსა და ასადს, ბიძინა ივანიშვილსა და რადიო როდიონოვს შორის უნდა დაისვას სტოლობის ნიშანი. კვლავ ვიმეორებ. ირაკლი კობახიძე და სხვა ბანდიტები ამ ყველაფერს სასაკვირველია უარყოფენ. ბევრი მათგანი შესაძლოა იყოს ერთგვარად ირონიული, ერთგვარად ცინიკური, მაგრამ თუ ეს ასია, მაშინ მე უნდა დავსვა ამგვარი პრინციპული კითხვა. გახსნან პირდაპირ მნიშვნელობით დოკუმენტები და გვაჩვენონ ის ნივთიერებები, ექსპერტიზაზე გავიდეს, საერთაშორისო ექსპერტიზაზე გავიდეს ის ნივთიერებები, რომლებიც იყო იმ მომწამლავ ნივთიერებაში, რომელიც მათ გამოიყენეს ქართული საზოგადოების, მიტინგეების, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. თუ მათ დახურავენ, თუ ისინი დახურავენ მათ, თუ ისინი დახურავენ ამ ინფორმაციას, როგორც აქამდე აკეთებდნენ, ეს კიდევ ერთხელ მადასტურებელი იქნება, რომ მათ სწორედაც რომ აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, აკრძალული ქიმიური ნივთიერება, აკრძალული მეორე, კი არა, პირველი მსოფლიო ომიდან და უკვე 30-იანი წლებიდან ოფიციალურად აკრძალული მთელი ევროპის მასშტაბით, მით უმეტეს გამოიყენა ეს ხელისუფლებამ, რომელიც ისედაც რუსულია, მაგრამ გაეროს გარკვეულ კონვენციებს, გაეროს გარკვეულ ორგანიზაციების კონცეფციებს თუ დებულებებს არის მიერთებული. და კიდევ ერთი საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი, თავიდან ბოლომდე ეს ფილმი უნდა აჩვენონ მედია საშუალებებმა, უნდა მოიპოვოს შესაბამისი ლიცენზია, უნდა ითარგმნოს, რომ მეტ და მეტ მოქალაქემდე მივიდეს BBC-ს გამოძიება და მეტმა მოქალაქემ გაიგოს, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არის გენოციდის, თუნდაც ნელი გენოციდის მომწყობი ხელისუფლება, რომელიც მართავს, რომელიც ხვალაც თუ დასჭირდა საკუთარი თბილი საჯდომების გადასარჩენად, ამასაც წავა და ამაზე უარესად ჩაიდენს ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების წინააღმდეგ და ბოლო პასაჟი, ეს ფაქტი
ჩვენ გვიბიძგებს, ან უნდა გვიბიძებდეს არა სახლში ჩარჩენისაკენ და დაფრთხობისაკენ, რომ ესენი ქიმიურ ნივთიერებას იყენებენ და მოდი ახლა სახლში დავრჩები, მეც ემან და არ დავიცამლო, არამედ ეს ფაქტი ჩვენ უნდა გვიბიძგებდეს, რომ მაქსიმალურად ბევრი გამოვიდეთ პრაქტიკულად ყოველდღიურად და არ მომერიდება ამ სიტყვის წარმოთქმა, ეს ხელისუფლება დავამხოთ, ოღონდ ამ ხობაში მე აქ რაღაცა უკანონო ქმედებას ცხადი არ გულისხმობ, მე ვგულისხმობ ეს ხელისუფლება დავამთავროთ მაქსიმალურად კანონიერი და მაქსიმალურად ნაკლებად მტკივნეული შეძლების დაგვარად ნაკლებად მტკივნეული გზებით, იმიტომ რომ ყოველი დღე, ყოველი საათი, წუთი და წამი არის მათი ყოფნისა ხელისუფლებაში, ძალაუფლებაში არის ახალი მომწამლავი ნივთიერებების გაჩენის, გაშვების, ხალხის დახოცვის, ხალხისთვის ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის მინიმუმ საფუძველი. ესენი ყველაფერზე წავლენ, მაგრამ რაღაცი ყველაფერზე წავლენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ ბრგედ, ჩვენ უნდა ვიდგეთ უდრეკად და მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საშინელ იარაღსაც გვიპირისპირებს, ასეთი საშინელი იარაღითაც გვიპირისპირდება, უფრო ზუსტი რომ ვიყო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გავიმარჯვებთ, ხოლო ბიზინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის სასამართლოში და თუ გნებავთ, იცით თქვენ ვინც მოხვდა ჰააგის სასამართლოში მსოფლიო ლიდერებიდან, თუ გნებავთ, გავიხსენოთ ეს მსოფლიო ლიდერები, თუმცა მე მგონი აღარ გჭირდებათ შეხსენება მათ შორის იმ ევროპელი ლიდერებისა, რომლებმაც ფრიად ტრაგიკულად, მათთვის ტრაგიკულად და კაცობრიობისთვის კი ძალიან კარგად, სწორად უფრო ზუსტი რომ ვიყო, კაცობრიობისთვის აბსოლუტურად მისაღებად დაასრულეს სიცოცხლე პირებმა, რომლებიც წარსდგნენ სწორედ ჰააგის ტრიბუნალის წინაშე. ბიზინასაც ჰააგაელის რაღაცა ეს გამოაშკარავდა, რასაკვირველი ამას კიდევ სჭირდება დამატებითი გამოძიებები და ძახილის ნიშნების დასმა, მაგრამ საფუძველი რომ ეს გვიფიქროთ და ეს გამოძიება დაიწყოს და ბიზინა მიეთრეს ჰააგის ტრიბუნალამდე უკვე გულახდილად გეტყვით შექმნილია. ნახვამდის.